საქართველოს ირანის წინააღმდეგ მიმართულ ახალ სანქციებს არ შეუერთდა ევროკავშირმა აიათოლების რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების სამი ფაქტორის გათვალისწინებით დააწესა. ესენია ირანის მხრიდან რუსეთის სამხედრო დახმარება უკრაინასთან ომში, ქვეყნის შიგნით ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და ირანის ბირთვული პროგრამა. შეზღუდვებს შეუერთდნენ მოლდოვა და უკრაინა, თუმცა არა საქართველო. ვიზეზებს ოცნების საგარეო უწყება ამ დრომდე არ განმარტავს. სანქციები კი მოიცავს ევროკავშირში აქტივების გაყინვას, მგზავრობის აკრძალვას და სანქცირებული პირებისთვის თანხებისა და ეკონომიკური რესურსების ხელმისაწვდომობის აკრძალვას. საქართველოს, ამერიკისა და ევროკავშირის მტრების ბანაკში თემაზე ნინი ბალანჩივაძე მუშაობს. ნინი გისმენთ. ვიდრე შეფასებებს გაგაცნობთ ამ საკითხთან დაკავშირებით, მანამდე მოგიყვებით იმ განცხადების შინაარსს, რომელიც ევროკავშირის სახელით გავრცელდა 14 აგვისტოს და ამ განცხადებაში დეტალურად არის საუბარი და ჩამონათვალი იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, რომლებიც შეუერთდნენ ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკას, ამ შემთხვევაში ირანთან მიმართებით. ქვეყნების ჩამონათვალში არის ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, მათ შორის უკრაინა, თუმცა ამ ქვეყნების ჩამონათვალში არსად არ არის საქართველოს. ეს არის 14 აგვისტოს გამოქვეყნებული განცხადება, სამი განცხადება, სადაც როგორც უკვე გითხარით, არსად ფიგურირებს საქართველოს და მთავარი მიზეზები ამ სანქცირებასთან დაკავშირებით, რის გამოც იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, ეხება უკრაინასთან ომში ირანის მიერ რუსეთის სამხედრო მხარდაჭერას, ასევე ახლო აღმოსავლეთში თეირანის მხრიდან შეიარაღებული დაჯგუფების დახმარებასა და ნაოსნობის თავისუფლების ხელყოფას, მათ შორის ირანში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებს. და მე ამ მიმართულებით მაყურებელს შევახსენებ იმას, რომ მათ შორის ევროკავშირის მხრიდან ივლისში იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ დასანქცირებულიყო 5 მოქმედი მოსამართლე ირანში, რომლებიც იღებდნენ არა მათ ზომიერ გადაწყვეტილებებს. ამ ყველაფერში კი არსად ფიგურირებს საქართველოს, ანუ საქართველოს საგარეო პოლიტიკა და საქართველოს არ უერთდება ერთი სიტყვით იმ სასანქციო პოლიტიკას, რომელსაც შეერთებული არიან უკვე ის ქვეყნები, რომელთა ჩამონათვალი მაყურებელმა მოისმინა. შესაბამისად ამ საკითხზე პოლიტიკოსები აკეთებენ უკვე განცხადებებს, ამბობენ იმას, რომ ქართული ოცნების რეჟიმი ყოველდღიურად აღრმავებს ურთიერთობებს ავტორიტარულ დიქტატორულ რეჟიმებთან, ისეთ რეჟიმებთან, რომლებსაც აქვთ ახლო კომუნიკაცია, ახლო ურთიერთობები ოკუპანტ სახელმწიფოსთან, რუსეთთან, მაგრამ სამაგიეროდ ივანიშვილის გუნდი შორდება როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასევე ევროკავშირს მტრად მოიხსენიებს ჩვენს პარტნიორებს და შესაბამისად აქედან გამომდინარე უკვე პარტნიორებს საქართველოსთან მიმართებით უწევთ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. ივანიშვილის რეჟიმი ერთის მხრივ გვესაუბრება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის აღდგენაზე და მეორე მხრივ არ უერთდება ირანის წინააღმდეგ დასავლურ სანქციებს, მეტიც აფართოებს სავაჭრო ურთიერთობებს თეირანთან. მაგალითისთვის 629% არის გაზრდილი ექსპორტი, მას შემდეგ რაც შუა აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები დაიწყო. ეს არ არის მხოლოდ ვაჭრობის საკითხი, ეს არის სინამდვილეში საგარეო პოლიტიკური არჩევანი, რომელსაც აკეთებს ივანიშვილის რეჟიმი. ფაქტობრივად ჩვენი ქვეყანა აი ამ თაღლითური კრიპტო ტრანზაქციების მთავარ პლატფორმად გადაიქცა და ეს გააკეთა სწორედ ივანიშვილმა და ივანიშვილი არა მხოლოდ არ უერთდება სანქციებს, არამედ არის მთავარი მაშველი რგოლი ირანისთვის, რუსეთისთვის აი ამ სასანქციო პოლიტიკის პროცესში. ჯერჯერობით ჩვენ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არ მოგვისმენია ქართული ოცნების პოზიცია, მათ შორის განმარტება არ გაუკეთებია ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროს, თუმცა ოცნების ოპონენტები საუბრობენ იმაზე, რომ ყოველდღიურ რეჟიმში აღრმავებს ირანთან ქართული ოცნება ურთიერთობებს, მათ შორის სავაჭრო ურთიერთობებს. ისინი იხსენებენ ქართული ოცნების ლიდერების ვიზიტებს ირანში. 2024 წელს ორჯერ იყო ირანში ჩასული ირაკლი კობახიძე, მათ შორის ბოლო ვიზიტი ჰქონდა მიხელ ყაველაშვილს. ეს იყო 3 ივლისს, როდესაც ის დაესწრო აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს, თუმცა ახლა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ის, რომ სასანქციო პოლიტიკას საქართველოს არ უერთდება და არ მოდის ეს პოლიტიკა ევროკავშირთან შესაბამისობაში, ჯერჯერობით, როგორც უკვე გითხარით, საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გამოხმაურებია.